სპეციალისტების ინფორმაციით არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. უბრალოდ აუცილებელია ჩვენ დავიცვათ ძალიან მინიმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი ის წესები, რითაც ჩვენ შევძლეთ ამ პრობლემის მინიმიზაციას. უნდა აღნიშნოს, რომ საკუთრივ თბილისში და ქალაქების პრობლემა ეს უფრო მეტად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ და გავინაწილოთ ფუნქციები. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იმის გამო, რომ გამოძახებები პოლიკლინიკების ექიმის და ოჯახის ექიმის გაიზარდა და გაიზრდება უახლოესი 4 თვის განმავლობაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაფინანსოთ ექიმები და პოლიკლინიკები იმისათვის, რომ გამოძახება, რომელიც აქამდე იყო 12-დან 20 ლარამდე, ეს სხვადასხვა პოლიკლინიკის მიხედვით იქნება უფასო. ანუ საკუთრივ გრიპზე გამოძახება ექიმისა პოლიკლინიკიდან იქნება უფასო და ჩვენ ყოველთვიურად თითოეულ ექიმს და ასეთი ექიმი თბილისში არის 1000-მდე, რომელიც მუშაობს თბილისის სხვადასხვა უბნის პოლიკლინიკაში. ჩვენ გადავხდით მათ 225 ლარს და 50 ლარს გადავხდით ექიმზე თითოეულ პოლიკლინიკას. აქედან გამომდინარე, თითოეულ მოქალაქის საყურადღებოდ მინდა თქვა, რომ გამოძახება იქნება უფასო, ოღონდ ეს გამოძახება, რაც თქმა უნდა და ცხადია, ეხება საკუთრივ გრიპს და არა სხვა დაავადებებს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ძირითადად მოსახლეობა მიმართავს საავადმყოფოებს, რაც მართვის თვალსაზრისით არის რთული, იმიტომ რომ საავადმყოფოების რაოდენობა მოგეხსენებათ ცოტაა. დღესდღეობით მეტია საავადმყოფოები და ამიტომ საავადმყოფოები არის გადატვირთული და შესაბამისად ნაკლები დატვირთვა მოდის პოლიკლინიკაზე. უმჯობესი იქნება მომსახურების ხარისხის თვალსაზრისითაც, სისწრაფის თვალსაზრისითაც, რომ რაიმე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობამ მიმართოს უკვე რაიონის პოლიკლინიკას და შემდეგ უკვე ოჯახის ექიმი ან პოლიკლინიკის ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დამატებითი მკურნალობა საავადმყოფოში.